გამარჯობა, მე ნინო სამყურაშვილი ვარ, ჟურნალისტი. ეს ჩემი პირველი ვლოგია. მედია სივრცეში ნინო ჯიპად ან უფრო უბრალოდ ჯიპად მიცნობენ. რეპორტერად მუშაობის 18 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მაქვს. ვარ პოლიტიკის ჟურნალისტი, პარლამენტში ხშირად მუშაობის გამო კი მქონდა საპარლამენტო კორესპონდენტის სტატუსიც. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, არ დაგავიწყდეს, გამოიწერო ჩემი არხი. ლინკს კომენტარებში დავტოვებ. ლათინურად აკრებ ნინო სამყურაშვილის ვლოგი და იქ დაგხვდები. შემდეგ დააჭერე subscribe ხილაკს, შენი დამეგობრება ჩემთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ჩემი ტელევიზია მთავარი არხი დაიხურა, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ გავჩერდებოდი, ფიზიკურად გადარჩენა მჭირდებოდა და ამიტომ პროფესია შევიცვალე. ჟურნალისტობის მონათესავე საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სამუშაოდ PR-ში გადავინაცვლე. ამაზე ბევრს არ გავაგრძელებ. ბევრი ჟურნალისტის მსგავსაც მეც ვიზიარებ საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რომ ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ, ხოდა მაყურებელთან შეხვედრის გარეშე, რომ დიდხანს ვერ გავძლებდი, ესეც არ გაგიკვირდება თალბად. აქვე ვიტყვი, რომ ტექნოლოგიების, სოციალური ქსელისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ყველაფერი ბუნებრივად შეიცვალა. პირველ რიგში მაყურებლის ქცევა რადიკალურად გადასხვაფერდა. დიდ ნაწილს საერთოდ არ მოსწონს დიდხნიანი გადაცემები, ჟურნალისტის სამწუთიანი კითხვები თუ რესპონდენტის გაუთავებელი დაზაპირებული პასუხები. აუდიტორიის დიდი ნაწილი ასე მოქმედებს. გადახედავს ახალ ამბავს, მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში მოусმინოს ვიდეო სიუჟეტს, ან თუნდაც სათაური წაიკითხოს და სკროლს გააგრძელებს. ამიტომ ამ გამოწვევას მეტნაკლებად ვუპასუხე და გადავწყვიტე, რომ ვლოგები ჩავწერო ხოლმე. მაქსიმუმ 5 წუთიან ვიდეოებს მე თვითონ მოვამზადებ, მე თვითონ ვიქნები ჟურნალისტიც, მე მონტაჟეც, ტექსტის ავტორიც, მედიტრეც და გრაფიკოსიც. ვლოგების ჩაწერის საწყის ეტაპზე რუსულ პროპაგანდას ვუპასუხებ და ევროკავშირის შესახებ გავაკეთებ აქცენტს. რატომ ავირჩია ევროკავშირი? იმიტომ რომ ჯერა როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ საქართველოს ადგილი არასადმე ნაცრისფერ ზონაში ან რკინის ფარდის მიღმა, არამედ საქართველოს ადგილი დასავლეთში, ევროპაში, უბრალოდ საქართველოს ევროპა ყოველთვის იყო და არის, უბრალოდ ჩვენ სახლში უნდა დავბრუნდეთ. ამიტომაც ევროკავშირზე, მის დამოკიდებულებაზე ადამიანის უფლებების მიმართ, იმაზე თუ როგორ იცავს ეს ერთობა მასში გაწევრიანებული 27 წევრი ქვეყნის კულტურას, იდენტობას, მრავალფეროვნებას, ხელოვნების ძეგლებს, რელიგიასა თუ ადათ-წესებს, ამის შესახებ მოგიყვებით. პირველი ეპიზოდი ევროკავშირი როგორც მშვიდობის ერთობა. პროპაგანდა ხშირად გვიმტკიცებს, რომ ევროპას, ევროპულ ბიუროკრატიას ომი უნდა, არა და ყველაფერი პირიქითაა. ევროკავშირი როგორც ინსტიტუცია და ევროპული ქვეყნების ერთობა სწორედ მშვიდობისთვის და იმისთვის შეიქმნა, რომ ევროპაში ომი აღარ განმეორებულიყო. მოდი გავყვეთ ფაქტებს. 9 მაისი ევროპის დღეა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპულ ქვეყნებს საერთო გაერთიანების შექმნა შესთავაზა. 1 წლის შემდეგ 1951 წელს ამ იდეის პრაქტიკაში განხორციელება დაიწყო საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა. პარიზის ხელშეკრულების სახელით ცნობილი დოკუმენტი ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება დააფუძნეს. ანუ ევროპული ინტეგრაციის შექმნის სათავეებთან ეს 6 ქვეყანა იდგა. რატომ შეიქმნა ეს გაერთიანება? იმიტომ რომ ორი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მიხვდნენ, რომ თუ სახელმწიფოები სტრატეგიული რესურსებს ერთად გააკონტროლებდნენ, ერთმანეთის წინააღმდეგ ომის დაწყება პრაქტიკულად გამორიცხული და შეუძლებელი იქნებოდა. შემდეგ იყო რომის ხელშეკრულებები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ახალი წევრების მიღება და ბოლოს გარდამტეხი თარიღი 1992 წლის 7 თებერვალი და მაასტრიხტის ხელშეკრულება. დოკუმენტს ხელი ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში მოეწერა და ამან დასაბამი იმ დიდ გაერთიანებას დაუდო, რომელსაც დღეს ოფიციალურად ყველა ევროკავშირის სახელით იცნობს. მას შემდეგ ევროკავშირი გაფართოვდა და დღეს 27 ქვეყანას აერთიანებს. მაგრამ თარიღებსა და ხელშეკრულებებზე უფრო მნიშვნელოვანი ერთი ფაქტია. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე 81 წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან ომი არ ქონიათ. სწორედ ამიტომ ევროკავშირს ხშირად მშვიდობის პროექტს უწოდებენ. ის რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტია, ამას ადასტურებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. 2012 წელს ევროკავშირმა ნობელის მშვიდობის პრიზი მიიღო. The Norwegian Nobel Committee has decided that the Nobel Peace Prize for 2012 is to be awarded to the European Union. The Union and its forerunners have over 6 decades contributed to the advancement of peace and reconciliation, democracy and human rights in Europe. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც ევროკავშირს ეს უმაღლესი ჯილდო მიენიჭა, არის სწორედ 10 წლეულების განმავლობაში არსებული მშვიდობა. მეტიც, ნობელის კომიტეტმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირმა ევროპა ომის კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად გადააქცია. ამიტომ, როცა ვინმე გეტყვით, რომ ევროკავშირს ომი უნდა, ღირს ისტორიული ფაქტების გადახედვა. ევროკავშირის შექმნის მთავარი მიზანი თავიდანვე ერთი იყო: ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება და ფაქტია, 91 წელია ევროპის კონტინენტზე ომი არ ყოფილა. მე ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი ვარ. მადლობა რომ მომისმინეთ. არ დაგავიწყდეს, გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე ნინო სამყურაშვილის ვლოგი. დააჭირო subscribe ხილაკს და გამოიწერო ჩემი არხი. შემდეგი ვლოგი 2 კვირაში ისევ იქნება. შეხვედრის ადგილი ნინო სამყურაშვილის.